თქმიდან, ჩვენ კი საუბარს აბსოლუტურად სხვა თემაზე განვაგრძობთ. ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე შემოგვიერთდა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. მოგესალმებით, გიორგი, და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან. ფოლკლორის ფესტივალს ვიცით, რომ 20-21 მაისს ქუთაისმა უმასპინძლა და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები და ასე შემდეგ. უფრო დეტალურად თქვენ რომ მოგიყვეთ, როგორ ჩაიარა ქუთაისში საფესტივალო დღეებმა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მსმენელს და მაყურებელს. ჩვენ ყველა ვიცით უკვე, რომ 2015 წლის ივნისში დავიწყეთ ეს ფესტივალი, პირველი ტური დამთავრდა წინა წლის ბოლოს და უკვე მეორე ტურის რამოდენიმე კონცერტი ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებში. 21 იყო ქუთაისში, სადაც ქვემო-სვანეთი, რაჭა-ლეჩხუბი და იმერეთის რეგიონის ანსამბლები და ინდივიდუალურ შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა. რაც მთავარი არის, წინა წელთან შედარებით წინსვლა არის. ჩვენ წინა წელს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები ანსამბლების მიმართ, უფრო გვინდოდა უფრო ტრადიციულ ვთქვათ ფესვებს შესრულების რელსებზე გადაგვეყარა ესე ვთქვათ და ბევრმა ანსამბლებს გაითვალისწინა და მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ. ნამდვილად დასავლეთს ეხება თუ აღმოსავლეთ საქართველოს წარმოადგენს. ყველამ გაითვალისწინა აბსოლუტურად, რაც ჩავატარეთ უკვე გორში ჩატარდა, ეხლა ქუთაისში 2 დღე გქონდა. საოცრად გამოვიდა ჯგუფები, მართლა კონკურსი არის, ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ესეთ განვითარებას. ხალხი მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ ისეთი პირობები არ არის დღეს ქვეყანაში, რომ ყველა ანსამბლს ფუფუნება ქონდეს, თქვა ზოგს ფორმა არ აქვს, ზოგს საშუალება არ აქვს თუ ჩამოვიდეს ქუთაისში და თქვა სხვადასხვა გადაადგილების პრობლემებია. ყველა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა და ჰქონდა ძალიან დიდი ენთუზიაზმი ამ ფესტივალის მიმართ და ეს აღნიშნულოვანია. ისევ იმ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვინც წლებია უკვე უანგაროდ ემსახურება ჩვენს კულტურას, ფოლკლორს და ვფიქრობ, რომ ქუთაისის ტურმა დაამტკიცა ის, რომ ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საჭიროა და ის დიდი წვეტა, რომელიც იყო 10 წლიანი, მე ვფიქრობ, ესეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს, მაქსიმუმი უნდა იყოს 3 წელი. იმიტომ რომ ფესტივალებს შორის, იმიტომ რომ აი ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენს ფოლკლორზე და შენარჩუნებაზე. რაიმე ტენდენცია თუ შეიმჩნევა, გიორგი, ვთქვათ, ძველი თაობის პატივცემაზე იყო ლაპარაკი და მათ ღვაწლზე და მოქმედებებზე, მაგრამ ახალი თაობა თუ არის მაქსიმალურად დაინტერესებული, თუ არის რაიმე? კი ბატონო, ნამდვილად არის ძალიან ბევრი ანსამბლი, რომელიც დიდი ხნის არ არის, მაგრამ ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ უკვე სიმღერებს. გამოყოფდი წყალტუბოს ანსამბლს, სახელი აღარ მახსოვს, არ მინდა თქვა სადაც შემიშალოს, რომელმაც გაგვაოცა და ნამდვილად არც მithქვავს მათთვის აი პირდაპირ ეთერიდან ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ ნამდვილად მაღალ დონეზე შეასრულეს იმერული სიმღერა და იმერული სიმღერა ზოგადად უფრო მეტი ხარდაჭერა ჭირდება და მათ ისინი ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა არის ძველი უფრო ძველებით დაკომპლექტებული ანსამბლები, ნამდვილად სხვა სურნელი მოდის მათგან და არის ახალგაზრდა ჯგუფები, რომლებიც ძალიან დიდ იმედს გვაძლევენ და იმერეთში საკმაოდ ბევრია ეს. გიორგი, ჩვენ რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით გორსა და ქუთაისში გამართულ კონცერტებზე, თუმცა არ უნდა გამოგრჩეს, რომ დღეს 19 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კონცერტი, სადაც არაერთი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. თუ შეიძლება რომ საკონცერტო პროგრამის შესახებ თქვენი საუბროთ უფრო რცხვად. დიახ, დღეს გამოყოფილი გვაქვს თბილისში. ჩვენ საერთოდ გადავწყვიტეთ, რომ თბილისი როგორც ცალკე მოგვესმინა და ცალკე ყოფილიყო მათი კონცერტები, იმიტომ რომ რეგიონებში ჩვენ გვაქვს ესეთი მითითება, რომ რომელი კუთხიდანაც არის ანსამბლი, იქაური კუთხის სიმღერა, ან იმერეთი და თუ იმერული სიმღერა ანუ დღევანდელ კონცერტში მხოლოდ თბილისის ანსამბლები მიიღებენ. მარტო თბილისის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას და თავისუფლება აქვს რეპერტუარის შერჩევაში. ჩვენ საერთოდ აღარ ვეხა პირიქით ვაკვირდებით თუ რა სიმღერებსაც გამოიტანენ, ესეც კი გვაინტერესებს, თქვა თუ ლოტბარის გადაწყვეტილება და ამასაც ვახსოვთ ყურადღებას, შემდეგ აი ფინალისტვის დაჯილდოებისთვის ყველა დეტალი გვინდა გავითვალისწინოთ და ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონცერტი ძალიან საინტერესო იქნება და ყველას, ვისაც უყვარს ქართული სიმღერა, მარჯანიშვილის თეატრში შეუძლია მობრძანდეს და მოისმინოს ის საუკეთესო ანსამბლები, რომლებიც თბილისში შრომობენ და
ეს ერთად მათი შეკრება არ არის ადვილი, მე არც მახსოვს, როცა გაიმართა ბოლოს ესეთი კონცერტი, რომელზეც თბილისის ყველა არა, მაგრამ უმეტესი ნაწილი ანსამბლებისა გამოსულიყო და თქვათ მოესმინა ხალხს და ამის საშუალება დღეს ექნება ხალხს. გიორგი, რით არის გამოწვეული იგივე ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტი ახალგაზრდული ანსამბლი სწორედ თბილისში აკუმულირებული ასე ვთქვათ, და რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, რომ რეგიონებში იგივე მოხდეს? მაგარ კითხვებს გვისვათ დღეს და დიდი მადლობა. ეს გამოიწვია იმან, რომ 80-იან წლებში და უფრო ადრე გაკეთდა და შეიქმნა ბავშვთა გუნდები, მართვე, ნადური, დარიალი და იცით ყველა ანსამბლები და მერემთიები და ამერიმე და ასე შემდეგ. ამან გამოიწვია დღეს ის, რომ დღეს ჩვენ ყავს თბილისში ძალიან მაღალი ხარისხის, ესე ვთქვათ, სამწუხაროდ რეგიონებთან შედარებით ახალგაზრდების მიმართულებით ყავს ძალიან მაღალი დონის ანსამბლები, ახალი ანსამბლები, 10 წლის, 15 წლის ანსამბლები და რეგიონებში უნდა გაკეთდეს ის, რომ რაც თბილისში გაკეთდა 30 წლის წინ იგივე, ანუ და ჩვენი მიმართულება რაც არის ფოლკლორის ცენტრის, რომ სალუტბარო სკოლები დავარქვით ამას ბავშვთა სტუდიები, სადაც უფასო სწავლობენ ბავშვები მაღალი მეორე წელი დაიწყო, რაც 18 სკოლა გავხსენით და დაახლოებით რამდენი ბავშვი უკვე ჩართული? 700-ზე მეტია, ზუსტად ბოლოს აღარ დავიკლე, ბოლო იმიტომ დავამატეთ ბაღდათით, სადღაც 800-მდე არიან უკვე. ეს რაც ნიშნავს, ხა დროში ერთ წელიწადში შეუძლებელია, რომ ის შედეგი მიიღო, რაც რეალურად ჩვენ გვინდა. ამას რომ გვაჩვენებს, ჩვენ ძალიან ისეთი შეიძლება გვერდიდან ან ვინმესთვის ცოტა ისეთი იყოს სკეპტიკურად უყურებდეს ამას და თავიდან ესეც იყო საზოგადოება თქვათ ესე აქტიურად არ ჩანდით თქვათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი გეგმაზომიერი წინსვლა და ისეთი გეგმა გვაქვს თქვათ ისეთი რამოდენიმე წელზე გაწერილი, ეს ძალიან დიდ შედეგს დადებს და მინდა უთხრა იმ ხალხს, ვინც არის ამას ჩართული და ვინც არ არის ამას ჩართული სპეციალისტები, რომ ყველას რეგიონებში განსაკუთრებით ვეცდებით, რომ ყველა ჩავთვალოთ ამ დიდებულ საქმეში. აქამდე ესე იგი ეს ცენტრი პირდაპირ გაგებითაც და გეოგრაფიულადაც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი იყო თბილისი, მაგრამ ეხლა სწორედ რამდენიმე ცენტრზე იქნება ლაპარაკი, რომელიც ერთგვარად დამოუკიდებლადაც იარსებებს და კურატორობას გაუწევს მის დამქვენებარებაში ყოფ ფილიალებს და წარმომადგენლებს. გურიაში ვაკეთებთ ძალიან იგივე ზომის ცენტრს. და რამდენიმე დარგს მოიცავს თან ეს? კი, ყველა მიმართულება იქნება გურიაში, ისინი დასავლეთ საქართველოს ვთქვათ ფილიალი, ესე ვთქვათ, რომელიც ძალიან აქტიურად იმუშავებს მთელს დასავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ მეწუნეთ, რომ ერთი ცენტრი ამას არ ეყოფა. იმდენი ხა მოსაძიებელია, ისეთი ხა შუახევში ვიყავით. მოვიარეთ მარეთის და ჭვანას ხეობები. ნუ საოცრება ხდება რა. წამოსვლა აღარ მინდოდა. იქ ერთი და ორი ჯგუფი საქართველოს არ ეყოფა. ესეთი ძალიან ბევრია იმერეთში, ოკრიბაში არის სოფლები, სადაც ხალხი ცხოვრობს, ბუნებრივად იქნება ფოლკლორი ნამდვილი ავთენტური შესრულებით. სცენაზეც არაა ზოგი ნაყოფი, მას ყველაფერს უნდა დაფიქსირება, კაიკვლევა, ფოლკლორის ცენტრის მოვალეობა, ეს არის და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ფესტივალის თემას რომ დავუბრუნდეთ, ისევ და ვისაუბროთ ფესტივალის ფინალზე, რომელიც ორ ნაწილად გაიმართება, ხო? 6 ივნისი ეს არის ზეპირსიტყვიერება, 27-28 ივნისი მუსიკა, ქორეოგრაფია. დიახ. რა გველის ამ დღეებში დაინტერესებულ პირებს? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ესე იგი ჩვენ მეორე ტურში გამარჯვებულები, უბრალოდ მეორე ტურში ვინც კარგად წარადგენს თავის თავს, ხოლმე მე ცოტა მეუხერხულება რომ ვინმე აი აქ გამარჯვებულის და წაგებულის პოზიციას დავაფიქსირო. იცი, ვინც კარგად წარმოაჩენს თავს იმ მომენტისთვის, კომპეტენტური ჟიური ამას გამოარჩევს და წარადგენს უკვე ფინალში და იქაც უკვე სუფთად აი ადგილზე გადაწყდება, ვინც უფრო კარგად გამოვა, უფრო და ამაში ძალიან ხარს გვიჭერს და პრინციპში ეს მთლიანად ეს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი კულტურის სამინისტროს ხარდაჭერით არის, რაზეც ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ფოლკლორში ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წელიწადში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი წინადადგმული ნაბიჯები გადაიდგა ნაბიჯები და ამაში კულტურის სამინისტროზე რო არ ითქვას, არ შეიძლება ძალიან ისე როგორც ვიცი, აი მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქებში გაიმართება ყოველდღიური კონცერტები ქართული ფოლკლორული კოლექტივების მონაწილეობით. ამასია. კი ბატონო. აი რა ელის მაყურებლებს და მსმენელებს და ფოლკლორის მოყვარულებს ზაფხულის დღეებში.
ძალიან საინტერესო რაღაც ხდება, ჰიდბათუმ, ჩეკინ, ჯორჯიას ფარგლებში. ჩვენ ფოლკლორის ცენტრს დაევალა, რომ 70-ზე მეტი კონცერტი ჩატარდეს 6 ივნისიდან 10 სექტემბრის 6 ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ფაქტობრივად 3 თვეა, 3 თვეზე მეტია. 4 თვეზე მეტი. 4 თვეზე მეტი. მაინც ორი შეურჩევნია და თუმცა იყოს ორი. არ ყოფნის. ხო. რამ ძალიან ბევრი ანსამბლი, ვისაც შეუძლია ეს მინდა ხაზი გაუწო, ვისაც აქვს იმის საშუალება საათზე მეტი საათნახევარიანი პროგრამა შესთავაზობს მსმენელს, ყოველ საღამოს ბათუმის ბულვარში გაიმართება ფოლკლორის კონცერტი და ჩვენ ყველა ანსამბლთან უკვე შეთანხმებული ვართ, ყველა ანსამბლი იღებს მონაწილეობას, ყველაფერს ამას უზრუნველყოფს, თქვა ფოლკლორის ცენტრი, ისევ კულტურის სამინისტროს ეს ჩეკინის ფარგლებშია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი ანსამბლები ჩავთვალოთ, ვინც მოწყობილია, თქვა ეს. მათ შორის ისინი, ვინც ფესტივალში იყვნენ. რა თქმა უნდა, აი დღეს ჩვენი მეგობრები იმღერებენ, ესენიც იღებენ მონაწილეობას. მაშინ მოვიწვიოთ. მოვიწვიოთ. გალობელ მომღერალთა გუნდი, გოგონათა გუნდი, ანსამბლი იალონი, რომელიც ალიონს ნიშნავს, ამდენადაც მე ვიცი. ხო. ასე რომ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან. და მე როგორც ვიცი, ერთი წევრი განსაკუთრებული ყავთ ანსამბლში, ეს არის ფრანგი, გოგონა, ზოე, ხომასია, რომელიც სპეციალურად ქართული ფოლკლორის და სიმღერის შესასწავლად ჩამოგზავნა და დარჩა. დიდი ხანია უკვე ჩვენთან ცხოვრობს და ალბათ მე მგონი ქართველია უკვე ფრანგი არა. შეიძლება რომ შეგვისურვოთ. საფუნდრუკა შემოსახათია რამაშაირა სიმიავად ბრიალოთორია რამაშაირა თავნიც კარგად შევახუროთია რამაშაირა ნაშიავად ბრიალოთორია Shayda, უღრმესი მადლობა, მართლა ძალიან ვისიამოვნეთ. ხო ასეა და შეგანები გადაწყვეტეთ ჩართვა სიმღერაში, მაგრამ დაგვიანებით გამოგვივიდა. ვთხოვდა რომ იქნებ ავდგეთ და ვიცეკოთო, მაგრამ მე ვერ ავიყოლია მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ საუბრობდით ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე. ჩვენი განაცემის სტუმრები იყვნენ ფოლკლორული ანსამბლი იალონი და ასევე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. ჩვენ საანონსო ჭრაზე გავდივართ და ძალიან მალე ვრუნდებით ეთერში. დაგველოდეთ.